კვლევებში ხშირად ხვდებით ტერმინს სტანდარტული გადახრა. რას ნიშნავს რეალურად ის და როგორ შეგვიძლია წამებში გამოვითვალოთ Excel-ის დახმარებით, ამ ვიდეოში მოგიყვებით. სტანდარტული გადახრა გვიჩვენებს, რამდენად განსხვავდებიან მონაცემები ერთმანეთისაგან. თუ გადახრა პატარაა, ესე იგი მონაცემები ერთნაირია, ხოლო თუ დიდი, ესე იგი გაფანტულია. მაგალითად, ორ კლასს შეიძლება ერთნაირი საშუალო ქულა ჰქონდეს, მაგრამ ერთში მოსწავლეები თითქმის ერთნაირად სწავლობდნენ, თუმცა მეორეში კი ძალიან განსხვავებულად. თუ სტანდარტული გადახრა არის 9.6, ეს ნიშნავს, რომ მონაცემები საშუალოდ 9 ერთეულით შორდება საშუალო მნიშვნელობას. იდეურად სტანდარტული გადახრა ასე ითვლება. ჯერ ვპოულობთ საშუალოს, შემდეგ ვნახულობთ, რამდენით განსხვავდება თითოეული მონაცემი ამ საშუალოდან, ამ სხვაობებს ვაკვადრატებთ, რომ უარყოფითი და დადებითი მნიშვნელობები არ გაუქმდეს, ამის შემდეგ ვპოულობთ ამ კვადრატების საშუალოს და ბოლოს ვიღებთ კვადრატულ ფესვს. ახლა მოდით გავარჩიოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ერთმანეთისგან: standard deviation.s and standard deviation.p. standard deviation.s გამოიყენება მაშინ, როცა მონაცემები არის შერჩევა, ანუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ნაწილი და გვინდა დასკვნა გავაკეთოთ მთელ პოპულაციაზე. ამ შემთხვევაში Excel იყენებს n-1 კორექციას. ეს კეთდება იმიტომ, რომ შერჩევაზე დაყრდნობით არ დავაკნინოთ მონაცემების რეალური ვარიაცია. Standard deviation.p კი გამოიყენება მაშინ, როცა გვაქვს მთელი პოპულაცია, ანუ ყველა შესაძლო მონაცემი უკვე ხელთ გვაქვს და არაფრის შეფასება არ გვჭირდება. ამიტომ standard deviation.s თითქმის ყოველთვის ოდნავ უფრო დიდ რიცხვს გვაძლევს, ვიდრე standard deviation.p. ამას მაგალითშიც ვნახავთ, რომელსაც ახლა გავაკეთებთ. ჩვენ ახლა ეკრანზე ვხედავთ ქულების სატესტო მონაცემებს. პირველ რიგში მოდით დავთვალოთ სტანდარტული გადახრა.s-ი. ძალიან მარტივად ვწერთ ტოლობის ნიშანს უჯრაში, შემდეგ ვწერთ ფორმულის ინიციალებს, შემდეგ მოვნიშნავთ იმ მონაცემებს, რომლებზეც გვინდა რომ გამოვითვალოთ სტანდარტული გადახრა, დავაწვევით Enter-ს და როგორც ხედავთ, ავტომატურად გამოითვლება სტანდარტული გადახრა. ახლა კი მოდი იგივე გავიმეოროთ სტანდარტული გადახრის მეორე ვერსიისთვის, როდესაც ვითვლით ამ რიცხვს მთლიანი პოპულაციისთვის, ვიმეორებთ იგივეს, წერთ ტოლობის ნიშანს, წერთ ფორმულის ინიციალებს, შემდეგ ვნიშნავთ მონაცემებს და როგორც ხედავთ, აქაც ავტომატურად გამოითვლება მონაცემები. კვლევებში თითქმის ყოველთვის ვიყენებთ standard deviation.s ფორმულას, რადგან კვლევითი მონაცემები იშვიათად წარმოადგენს მთელს პოპულაციას. თუ ჩვენ არასწორად გამოვიყენებთ standard deviation.p ფორმულას შერჩევისთვის, შესაძლოა ვფიქროთ, რომ მონაცემები უფრო ერთგვაროვანია, ვიდრე სინამდვილეში. სტანდარტული გადახრა არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს არის მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ერთგვაროვანია ან განსხვავებულია ჩვენი მონაცემები.